ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი თეატრალური ფესტივალის ფარგლებში დღეს გამართავს პრემიერას ოთარ ქათამაძის პიესაზე სახელწოდებით აი იქ დადგმა რეჟისორმა პატრიკოლიამ დადგა წარმოდგენა 7 საათი დაიწყება. მაიკო ჭაფოზე კი დილიდან ეროვნულ ბიბლიოთეკაშია ძალიან კარგი თემით იქედან კიდევ ერთი საქველმოქმედო წამოწყება იღებს სტარტს დილომშვიდობისა მაიკო. დილომშვიდობისა ეკა მოგესალმებით ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიიდან მოგესალმებით საბედნიეროდ უნდა გითხრათ რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები რომლებსაც აქვთ ძალა და უნარი იმისა რომ დაეხმარონ იმ ადამიანებს ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება ეს რა თქმა უნდა უკეთესი და ძალიან მაგარი იქნება როცა ადამიანებს ჩვენი დახმარება აღარ დაჭირდებათ მაგრამ სანამ ჩვენ შეგვიძლია მათ რაიმეთი მაინც დავეხმაროთ კარგია თუ გავერთიანდებით და გავიხსენებთ იმას რომ სიკეთე გადამდებია ნებისმიერ მსგავს წამოწყებას ჭირდება ხოლმე ორგანიზატორი და ერთ-ერთი ასეთი ადამიანი გახლავთ აკა სიმჯიკაშვილი დილომშვიდობისა აკა. დილომშვიდობისა საქართველოს. ახალი წამოწყება დაიწყეთ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. რას გულისხმობს ეს წამოწყება? წამოწყება გულისხმობს იმ ოჯახების დახმარებას, ვისაც მაგალითად არ აქვს საშუალება რომ თავის შვილებს ან თავის ნათესავებს ოჯახის წევრებს უყიდონ ტანსაცმელი და საოჯახო ნივთები, წიგნები და ასე შემდეგ. ჩვენ გადავწყვეტეთ რომ თბილისისთვის ზემოდან დაგვეხედა და მივხვდით რომ სრულიად თავისუფლად შესაძლებელია დედაქალაქში მოგროვდეს იმდენი ესეთი რესურსი, რომელიც თავისუფლად ეყოფა საქართველოს დანარჩენ რაიონებს და რეგიონებს. ამიტომ ჩვენ დავდექით, გადავწყვეტეთ ესეთი სოციალური აქტივობა, ყოველგვარი რაღაც ქვეტექსტების გარეშე, ვაგროვებთ ტანსაცმელს, საოჯახო ნივთებს და ასე შემდეგ, რომლებსაც შემდეგ ვინახავთ აქ ბიბლიოთეკაში და გზავნით შემდეგ რეგიონებში, სადაც ასევე ვიღაცები გვეხმარებიან ადამიანები. აკა შენ არაერთი მსგავსი აქტივობა წამოგიწყია და აგიგეგმოს განგიხორციელებია კიდევაც. საინტერესო ალბათ ჩვენს მაყურებელსაც გაუჩნდება კითხვა როგორ არჩევთ იმ ადამიანებს ვისაც უნდა მიაწოდოთ ტანსაცმელი იქნება ეს წიგნი თუ ასე შემდეგ. ძალიან მარტივი არის ეგ ამბავი, იმიტომ რომ ტანსაცმელი და საოჯახო ნივთი ისეთი რაღაც არის, რომ ტყუილად არავინ არ მოვა და არ წაიღებს თუ არ ჭირდება. ამიტომ როცა ვიწყებთ ხოლმე განაწილებას, როცა მოდიან ადამიანები, ხვდებით რომ ტყუილად ეხა არავინ არ მოვა, რომ თქვას რომ ნუ სვიტერიან მაისური. როგორც ვიცი ამ ოჯახების და ადამიანების შერჩევაში ჩართულია რიგი ადამიანები, იგივე პედაგოგები, ბიბლიოთეკარები და ასე. კი, ჩვენგან ბიბლიოთეკიდან, ანუ ბიბლიოთეკა ყველაზე კარგი რაც გააკეთეთ, ერთი პროექტი გვაქვს ესეთი ეკვილიბრიუმი, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა სოფელში უნდა იყოს ბიბლიოთეკა და წიგნი და ჩვენივე გახსნილი ბიბლიოთეკებიდან გვეხმარებიან ჩვენივე თანამშრომლები, რომ ეს წავიღოთ, ანუ ხარჯი რო არ იყოს და ანუ სრულიად გვინდა მოკლედ იმის თქმა რომ უფულოდაც შეიძლება საქმის გაკეთება და თუ ხო სიკეთის კეთება. მადლობა აკა დაგემშვიდობები იმისათვის რომ გადავინაცვლოთ გიორგი კეკელიძესთან ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან და მწერალთან დილომშვიდობები. გამარჯობა დილა. გიორგი აქ ძალიან ცოტა ყუთია წარმოდგენილი იმისათვის რომ ჩვენ მაყურებელს ვაჩვენოთ თუ როგორ ყუთებში გროვდება სიტყვაზე ის ნივთები რაც მათთვის შეიძლება იყოს ზედმეტი მაგრამ ვიღაცისთვის იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. ეროვნული ბიბლიოთეკა ხშირად ერთვება ხოლმე მსგავს წამოწყებებში ამის შესახებ რა გვიამბოთ და კიდევ სად მოვიტანოთ ნივთები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოკლედ ჩვენი ინიციატივა, რომელიც აი ამ შემთხვევაში ამ ხუთზე არის მოცემული, გულისხმობს ეკვილიბრიუმს. პირველადი, ვთქვათ, დანიშნულებით ცხადი არის სოფლის ბიბლიოთეკების აღდგენა და განახლება და ჩვენ 700-მდე ბიბლიოთეკას უკვე დავეხმარეთ ამ თვალსაზრისით, მაგრამ მეორე მხრივ ბუნებრივიც არის, რომ მხოლოდ, ვთქვათ, წიგნებით დახმარება ადამიანებისთვის არ არის. ვთქვათ, შესაბამისი ამბავი, მით უფრო რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ უჭირს შესაბამისად ჩვენ შევეცადეთ რომ რაღაცნაირად თქვათ ჩვენი ბრძოლის ველი განგვევრცო იმ თვალსაზრისით რომ თქვათ აი ამ დახმარებაში შესულიყო თუნდაც აი ამ ტიპის ამბები რომელსაც ამ შემთხვევაში აკა აწარმოებს ის ჩვენი თანამშრომელიც არის ამავდროულად და მე ვფიქრობ რომ ეს იქნება კარგი სინთეზი საწყის ეტაპზე იმიტომ რომ ადამიანებს თუმცა ახლა ჭირდებათ დახმარება მათ ახლა ჭირდებათ ეს და ხვალისთვის
თვითონ უკვე მოახერხონ ეს ყველაფერი, ამისთვის ჩაგვაქვს წიგნები. სად უნდა მოვიტანოთ ნივთები? ნივთები შეგიძლიათ მოიტანოთ ამ შემთხვევაში ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, ადმინისტრაციულში შეგიძლიათ მოიტანოთ, ეს არის გუდიაშვილის ქუჩა, ვინც არის ის ნომერი 5 და ნომერი 7, კიდევ უფრო ადვილად მოსაგნებად ეს არის კინო რუსთაველის უკან და მე ვთქვათ, ადამიანი ვინც არ ყოფილა ბიბლიოთეკაში და ასეთი ალბათ არის, მოაგნებს და სხვა შემთხვევებში შეუძლიათ რომ მიიტანოს სოფლის ბიბლიოთეკებში და სკოლებში. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით, მე დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელსაც და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქ თქვენთვის არასაჭირო, მაგრამ სხვისთვის საჭირო ნივთების მოტანა 3 კვირის განმავლობაში შეგეძლებათ. მადლობა მაიკო. ჩვენიერი ინიციატივა დაგემშვიდობებით, ჩვენ კი გადავინდომთ